ჯადო ფულზე, ბარაქის დაკარგვა, სილამაზის დაკარგვა, ჯანმრთელობის დაკარგვა და ხშირ შემთხვევაში თითქმის ჩემი კლიენტების 40-50%-ს აქვს გაკეთებული ნეკრომაგია ფულზე. ადამიანი, რომელსაც ძალიან შურს თქვენი, ძირითადად ახლობელი, რა თქმა უნდა, დაქალი, მეგობარი, ნათესავი, ხშირად მეზობელი, გართმევთ ფულს, რომ მას ესხე 5 ლარი, 10 ლარი, 5 დოლარი, 5 ევრო, ხო? მნიშვნელობა არ აქვს რამდენი და გააჩნია რა მიზანი აქვს. თუ აქვს მიზანი, რომ დაგაშოროთ ადამიანს, კეთდება ესეც ფულზე. თუ აქვს მიზანი, რომ თქვენს ოჯახში ბარაქა საერთოდ აღარ იყოს, კეთდება ესეც რა თქმა უნდა ფულზე. ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე პრობლემები, ბარაქაზე პრობლემები არის ჩემთან ძალიან ხშირი. როდესაც ემიგრანტები არიან საზღვარგარეთ, ისეთ სიბოროტეს ჩადიან ადამიანები, რომ ეგრეთ წოდებული გზავნილით გზავნიან ამ ნასესხებ ფულს საქართველოში და ამარხინებენ სასაფლაოში. ეს არის ჩემი კლიენტების მოყოლილი ინფორმაცია და არა ჩემი, მეგობრებო. ხო იცით, ყველაფერი სკდება ბოლოს და ვეღაცა მაინც სიმართლეს ამბობს, ხალხი ერთმანეთზე ყველაფერს იგებს, არაფერი არ დაიმალება. ამიტომ ყოველთვის იგებენ ადამიანები, რომ გაბრაზებაში წამოაძახებენ, რომ აი შენ იმან ეს გაგიკეთა. ან არ წამოაძახებენ და ადამიანი ფულის გამორთმევის მერე ხშირად პროცენტიანი ვალებისაგან ვერ ამოდის. ამიტომ ფრთხილად იყავით მეგობრებო, ფულზე ძალიან ცუდი ჯადო კეთდება.